მოგესალმებით დიანა, მადლობა შესაძლებლობისათვის, მაყურებელს მივესალმებით. ჩვენ ლელოძლემა საქართველოს ამასთან დაკავშირებით სულ რამოდენიმე წუთის უკან გავმართეთ ბრიფინგი და ჩვენი პოზიცია გავაძანით საზოგადოებას. ამასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია არის შემდგომი და შემდეგი აუცილებლად მხოლოდ გამოძიების დაწყება საქმეზე არ კმარა. ჩვენ ვიცით დიანა, არაერთ სისხლის სამართლის საქმეზე და შეიძლება ათეულობით იყოს მსგავსი სისხლის სამართლის საქმეები, როდესაც გამოძიებას იწყებენ ეგრეთ წოდებული ფორმა ნომერი 1 ქვია. დაიწყებენ, შეავსებენ და შემოაგდებენ შემდგომ თაროზე და არა და ვიცით ფაქტი, აი მაგალითად კაცარავას ცემის ფაქტი გახსოვთ, ელისაშვილის ცემის ფაქტი გახსოვთ, აი მაგალითისათვის გახსოვთ მეგობრებო, როდესაც გვირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდებს გაუსწორდნენ მანქანები, სანომრე ნიშნებით ცნობილია, სხვათა შორის ნოდარ მელაძის საგამოძიებო ჟურნალისტიკის შედეგად ადგენილი იყო სავარაუდო მონაწილე პირები. მაკაჩიხაძეს და შეწირულს ოპერატორს. მივდივარ, ვიწყებ. იქამდე მივდივარ, მაკაჩიხაძესთან დაკავშირებით, მაგრამ მათი პასუხისმგებლობა იყო და მათთან დაკავშირებული ადამიანები. მივდივარ, უყურეთ მაკაჩიხაძესთან დაკავშირებით, მარიამ გაფრინდაშვილთან დაკავშირებით და ასე შემდგომ და ასე შემდგომ. აქ ამიტომ საუბრობ, რომ ეს ამას უკვე სისტემური ქმედების ნიშნები არ ქვია, უკვე ამას სისტემური ქმედება არის, ხოლო დღეს მომხდარი ფაქტი ეს არის ამაზრზენი ფაქტი და დიანა, მინდა თქვენი ყურადღება ერთ რამეზე მივაყროთ და მაყურებლის ყურადღება და დაუკვირდით. ჩვენ ვხედავთ ყურადღება გამახვილეთ ჯგუფურ ქმედებას პოლიციელების მხრიდან. ძალადობას, ღირსების შემლახავ ქმედებას და ადამიანურ მოპყრობას. ერთი ადამიანის გასანეიტრალებლად თითქოს. უყურეთ, ჯგუფურ ქმედებას ხედავთ და არც ერთი მათგანი, არც ერთი პოლიციელი არ აღმოჩნდა, რომელიც შეეცდებოდა განეიტრიალებია სიტუაცია, შეეცდებოდა აღეკვეთა ადგილზე დანაშაული, ან მოწოდება გაეკეთებიან ფიზიკურად წინ გადადგომოდა საკუთარ თანამშრომლებს, კოლეგებს, რომ აღნიშნული ქმედება არ განეხორციელებდეს და შეეცდებოდა აპრობირებული პრაქტიკა, რაღაცნაირად ხელწერაა ეს ჩანდა თუ არა ამ კადრებში. დიარა, დავასრულებ თუ შეიძლება, დიახ, მაგ მივდივარ. დიანა, უყურეთ, მათ ჰქონდათ სრული განცდა დაუსჯელობის, რომ არა სააშკარაოზე გამოსული შემთხვევით სავარაუდოდ, მე ასე მგონი, არ ვიცი როგორ იყო, გადაღებული პირის მიერ, მოქალაქის მიერ აღბეჭდილი უმძიმესი დანაშაულის კადრები. ახლა მინდა დავსვა კითხვა. გამბედაობას მოითხოვს, მოდი ესეც ვთქვათ, ამ კადრების გადაღება, როცა რაიონში ცოტა ეს ვთქვათ, დიახ, შემჭიდროებულ სოციუმში კიდე სხვაგვარად არის თან პოლიციელი, რამდენი პოლიციელი მონაწილეობდა, მოკლედ აქ მადლობა იმ ადამიანს, ვინც ეს კადრები გადაიღო. დიახ, დიანა, აქ უნდა დაისვას კითხვა და უნდა მოეთხოვოს პასუხი პირველ რიგში. მხოლოდ მიმართოთ ახლა ბუნებრივია პროკურატურას. გამოძიების დაწყება არ კმარა ეს ერთი. საქმე არის უმძიმეს ფაქტ შეიცავს ეს ქმედება, აქ არის დანაშაული ჯგუფურად ჩადენილი, უნდა მიეცეს შესაბამისი კვალიფიკაცია და შესაბამისად უნდა გამოიკვეთოს პირთა წრე, ფაქტი საჭიროებს და ყველა შესაბამისი კომპონენტია სახეზე, რომ ყისიერი სამართლებრივი შუალედური შეფასება მიეცეს, შუალედური შეფასება გულისხმობს ბრალის წარდგენა და სისხლის სამართლებრივი დევნა შესაბამისი პირების მიმართ, დანაშაულში მონაწილე შესაბამისი პირების მიმართ და ასევე მივმართეთ დღეს სახალხო დამცველს, რომ აუცილებლად მისი კომპეტენციის ფარგლებში მონიტორინგი, უმკაცრესი მონიტორინგი ყურადღება გაამახვილოს. განცხადება გააუცელა სახალხო დამცველმა, თქვა რომ დააკვირდება ამ პროცესს და გმობს და მოუწოდებს პროკურატურას ეფექტიანი რეაგირებისკენ. ძალიან კარგი და აუცილებელია და დიანა, მე მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო ერთ ფაქტთან დაკავშირებით. აი ხო ხედავთ არა და ისმის კითხვა დღეს სოციალურ ქსელშიც, ხო, ისმის კითხვა, როდესაც საუბარია ძალადობის ფაქტებზე, ვიღაცა მოქალაქე ამბობს, საუბრობს, პრეტენზიას აცხადებს, მაგრამ მტკიცებულებები არ არის და არავინ ამ შემთხვევაში ყურს არ იბერტყავს, ასე რომ ვთქვათ, მაგრამ ერთი ფაქტიც კი საკმარისი ხდება, როდესაც ჩვენ ხედავთ ამ შემთხვევაში თავგასულობას, მათ რომ კონდეთ ელემენტარულად იმის განცდა, რომ ჩადიან დანაშაულს ამაზე პასუხი მოეთხოვება, ბუნებრივია ამას არავინ არ გააკეთებს. უბრალოდ მათ ბრჭყალებში არ გაუმართლათ იმაში, რომ გაბედულმა ადამიანმა ამოიღო ჩართო კამერა და გადაიღო ეს დანაშაულის ფაქტი. ჯგუფური შემთხვევა. ბატონო? კი ბატონო. ბატონო? ის რომ გადაიღეს თქვა ამას ვამბობ, რომ ჯგუფური შემთხვევა იქნა ფირზე ასახული. კი ბატონო. და მეორე საკითხი გამოაშკარავა პოლიტიკური
დიახ. მეორე საკითხი დიანა, პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი. ჩვენ თუ საუბრობთ დღეს საუბრობდით თქვენ ამ სისტემური თემაზე. ხასიათის ქმედებებზე. დიახ, ჩვენ თუ საუბრობთ სისტემური ხასიათის ქმედებებზე და მე ფაქტებით საუბრობ, დიანა, ჩვენი გუნდი ლელო ძლიერი საქართველო ყოველთვის როცა საუბრობთ ფაქტებით, ხო? და მე გეუბნებით თუნდაც თქვენ ჟურნალისტებთან დაკავშირებით, ქაცარავას ფაქტი, ალეკო ელისაშვილის ფაქტი, რა ვიცი, რომელი ერთი მოვიყვანო, აი აგერ გმირთა მოედანთან ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე რომ ახალგაზრდებს გაუსწორდნენ და ნოდარ მელაძის საგამოძიებო ჟურნალისტიკის შედეგად იქ ანქანის ნომრებზე, იქ პირებზეც იყო საუბარი, სავარაუდო დანაშაულში მონაწილე პირებზე იყო საუბარი. და როდესაც ამდენ ფაქტია საუბარი და არ მოყვა რეაგირება ამ ყველაფერს. ეს გვიჩენს ბუნებრივია განცდას და გვიჩენს დასაბუთებული ვარაუდის საფუძველს იმასთან დაკავშირებით, რომ ეს არის სისტემური ხასიათის. და სისტემური ხასიათის როდესაც არის საუბარი, სად არის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი. მაგრამ მეგობრებო, ჩვენ ვხედავთ, როდესაც ყოფილი თანამდებობის პირები, ყველა რგოლის, უმაღლესი რგოლიდან დაწყებული პრემიერ-მინისტრი კორუფციულ დანაშაულზე არის ბრალდებული და მან აღიარა დანაშაული. სუშის უფროსი და მისი მოადგილეს ედავებიან მეაურ დანაშაულის პრეზუმპციას არ დავღებ. თვითონ საუბრობენ, რომ ქრთამს იღებდნენ ზოგი საკუთარ კაბინეტშიო. მინისტრები არ დარჩენილა რგოლი, სადაც საუბარი არ არის უმძიმეს სისტემურ დანაშაულებზე, სხვადასხვა სახის, სხვადასხვა კვალიფიკაციის დანაშაულებზე. კითხულობ, სად არის პასუხისმგებლობის საკითხი იმ ადამიანების, რომლებიც გადაფარებულები იყვნენ. 1-2 წლის უკან რო გეთქვათ აუგი ამ ადამიანებზე, ნუ არ ვიცი, თვალებს ამოგიღებდნენ. ჩვენ როდესაც საუბრობდით ლელო ძლიერი საქართველო კორუფციულ დანაშაულებზე, პროვოცირებაო, საუბრობდნენ და ტყუილს ლაპარაკობდა წმინდა ხალხი ესენი და ამ მსგავს ქმედებებში ხელს არ გაისვრიანო. ყველა ამას საუბრობდა. ახლა მინდა დავსვათ კითხვა, ვინც ეს ადამიანები პარლამენტში აირჩია, ამ შემთხვევაში აირჩია საუბრობ მთავრობას, ვინც ხმა მიცა, ვინც იცავდა. სად არის ხალხო თქვენი პასუხისმგებლობის საკითხი? სად არის თქვენი პასუხისმგებლობის საკითხი? აი ამაზეა საუბარი. მაგრამ პასუხისმგებლობასაც რო ვერ მოთხოვ, ესეც გასაგებია. ლევან, თქვენ ფიქრობთ, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაზე, ამ კონკრეტული პოლიციელების დასჯის მიღმა უნდა აიღოს ვინმე ზემდგომმა პოლიტიკური პასუხისმგებლობა, სწორად ყვები? და როგორ ოდნავ მაინც დემოკრატიულ, ოდნავ მაინც სამართლებრივად ამ შემთხვევაში მოფიქრალ გუნდს თუ ასეთი არის და ბუნებრივია ხო ესე არ არის ესენი, მაგრამ სხვანაირად როგორ წარმოგიდგენია. ჩვენ ლელო ძლიერი საქართველო ამას უყურებთ, როგორც სამართლებრივად ისე სწორად პოლიტიკურად რა უნდა მოხდეს. ხო? ეს ხომ არ არის განცალკევებული ფაქტი, დიანა. მე ხომ გითხარით მთელი ჯაჭვი სისტემურობის და ვინ შემომედავეთ ან ოპონირება გაწიოს მაშინ რამე გამომეპარა, სადმე დადგა პასუხისმგებლობის საკითხი იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომელ ფაქტებთან დაკავშირებით ახლა მოვყევი? რომელ ფაქტებთან დაკავშირებით ახლა ვსაუბრობდი? ხო არც ერთ შემთხვევაში არ დამდგარა პასუხისმგებლობის საკითხი. და რა არის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი თუ არა ეჭვის სისტემურობაზე და სისტემურობის გამოვლინება. ჩვენ ხო ამ ყველაფერს ვხედავთ არა დიანა? აი ეს არის საუბარი. კი ბატონო, ლევან, მხოლოდ განცხადების და დავასრულე. მხოლოდ განცხადების გაკეთება, რომ გამოძიება დაწყებულია არ კმარა. აუცილებელია სწრაფი მყისიერი რეაგირება და ჯგუფურ ხაზგასმით ვლაპარაკობ. ჯგუფურ დანაშაულში მონაწილე პირის, ყველა პირის ქმედების სამართლებრივად ადეკვატურად შეფასება და პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება. ლევან, დიდი მადლობა.